მოგესალმებით GeoTV-Box-ი. დღეს გასწავლით მარტივად და სწრაფად, როგორ შეგიძლიათ გამართოთ თქვენი სერტიფიცირებული Android TV Box-ები. ამისათვის აუცილებელია დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწვევთ არხი, არ დაგავიწყდეთ საერისხი ლайკის გააქტიურებაც, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი არანაკლებ საინტერესო ვიდეოები GeoTV-Box-ზე და მოდი დავიწყოთ ვიდეო ინსტრუქცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, TV Box ვაერთებთ HDMI კაბელით ჩვენს ტელევიზორში, ან თუ დავუშვათ სტიკი გაქვთ, მაგალითად პირდაპირ HDMI პორტში აერთებთ სტიკს და ვაწვდით დენს პირდაპირ ჩვენს TV Box. ყველა საჭირო კაბელი შეერთების შემდგომ მოწყობილობას ვრთავთ და სისტემაც იწყებს ჩატვირთვას. სანამ უშუალოდ სისტემის გამართვაზე გადავალთ, პირველი და აუცილებელი ნაბიჯი პულტის დაკავშირებაა, რადგან მის გარეშე პროცესს უბრალოდ ვერ გავაგრძელებთ. სხვადასხვა აქ არ აქვს მნიშვნელობა სერტიფიცირებულ ბოქსს იყენებთ თუ არასერტიფიცირებულს. პრინციპი ყველგან ერთია. ჩართვისთანავე ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდება ძალიან მარტივი ვიზუალური ინსტრუქცია. როგორც წესი, პულტის დასაკავშირებლად ორი კონკრეტული ხილაკის ერთდროული დაჭერაა საჭირო. რადგან ახლა ამ პროცესს Rocktech GX1-ის მაგალითზე გაჩვენებთ, აქ ერთდროულად უნდა დავაჭიროთ Back და Home ხილაკებს. ვაჩერებთ ასე რამდენიმე წამი და სულ ეს არა. პულტი დაკავშირებულია. პროცესი ძალიან ინტუიციურია, რადგან ეკრანზე გამოტანილ ანიმაციას მიყვებით და ზუსტად ხედავთ რა უნდა გააკეთოთ. პულტის დაკავშირების შემდგომ აუცილებლად უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა. შემდგომ ვირჩევთ რეგიონს, თუ რომელ რეგიონში ვიმყოფებით. და ეს კომპონენტი ზოგიერთ TV Box-ზე არის, ზოგიერთ TV Box-ზე არ არის. ზოგიერთ TV Box-ზე უბრალოდ ენას აირჩევთ და შემდგომ გრძელდება ჩვეულებრივად დანარჩენი პროცედურა. თუმცა ზოგიერთ მოდელზე აუცილებლად ასარჩევი არის რეგიონი ან ქვეყანა, სადაც ვიმყოფებით. პირველ რიგში ვნახავთ თუ არის საქართველო ჩამონათვალში, აგერ გახავთ ჯორჯია, ვირჩევთ ჯორჯიას. იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ არის ხოლმე შემთხვევები, როცა საქართველო არ არის ხოლმე ჩამონათვალში და არის ხოლმე სხვა კატეგორია ბოლოში, აზარ ასე აწერია, ან ვირჩევთ უბრალოდ ახლომდებარე რომელიღაცა ქვეყანას. ამას დიდი არსებითი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ საქართველო არ არის ჩამონათვალში, აირჩიეთ ნებისმიერი რომელიმე მეზობელი ქვეყანა, ან უბრალოდ ამერიკა შეგიძლიათ აირჩიოთ, ან რაიმე სხვა თუნდაც ქვეყანა. ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპისთვის მაგალითად ახლა მე მაქვს Rocktech GX1, აქ ჩამონათვალში ჩანს საქართველო და ვირჩევ საქართველოს. ამის შემდგომ გვაქვს ინსტალაციის გაგრძელების ორი გზა. ერთი თქვენი პულტის მეშვეობით მექანიკურად და მეორე ავტომატური გზა, რაც გულისხმობს თქვენი ტელეფონის მეშვეობით დასკანერებთ QR კოდს და უკვე ინსტალაცია გადაინაცვლებს თქვენს ტელეფონში. შემდეგი ეტაპები. მოდი ახლა განვიხილოთ ტელეფონის მარტივ მეთოდს. ეს არის სწრაფი დაკავშირება თქვენი ტელეფონის მეშვეობით და ასევე განახევთ პულტის მეშვეობითაც. თუ არ გაქვთ ხელმისაწვდომო ტელეფონი, ამისათვის შეგიძლიათ მეორე ეტაპი აირჩიოთ, აი manual setup-ი ქვევით რაც ამითითებული, manual setup with TV remote. ეს არის მეორე გზა. ეხლა მე გასწავლეთ პირველ და მარტივ გზას. ამისათვის ეხლა ავიღებთ ჩვენს ტელეფონს და დავასკანირებთ QR კოდს. როგორც კი დაასკანირებთ QR კოდს თქვენი ტელეფონის მეშვეობით, გამოჩნდება ესეთი ფანჯარა, სადაც მითითებული რომ ესე იგი ჩვენი Wi-Fi და Google account-ი ავტომატურად დაუკავშირდება ჩვენს Google TV-ის სისტემას. ვაჭერთ setup ხილაკს. აქ ვრთავთ Bluetooth, კი ბატონო. მიმდინარეობს დაკავშირება Bluetooth-ის მეშვეობით. ეხლა უნდა დავასკანიროთ QR კოდი. აქ მოგთხოვს ვერიფიკაციას, რომ ნამდვილად ჩვენ ვართ, ან ანაბიჯდით, ან PIN-კოდის მეშვეობით, გავდივართ ვერიფიკაციას. ტელევიზორზე უკვე მიხვდებით, რომ დაუკავშირდა Wi-Fi routers, ვირჩევთ ჩვენს სასურველ Google-ის account-ს და ვაგრძელებთ ინსტალაციას. კი ბატონო. მოგრად, სულ ეს არის, ვაწვევით dance, ტელეფონი მეტი აღარ გჭირდება, TV Box-ი დაკავშირებულია როგორც Wi-Fi-ზე, ასევე ჩვენს Google-ის account-ზე. ვაჭერთ accept. აქ შეგიძლიათ ეს პარამეტრები გათიშოთ. ლოკაცია შეგიძლიათ ჩართოთ, შეგიძლიათ გათიშოთ. გამომდინარე იქიდან დავუშვით თუ გაინტერესებთ რაღაც მაგალითად ამინდი, ან რაღაცა ლოკალური ნიუსები, ან ასე შემდეგ. აქ შემთხვევაში ჩართული ეტოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ გათიშოთ. შემდგომ ვაჭერთ accepts. აქ ვაძლევთ allows, ანუ ვაძლევთ უფლებას, რომ ხმოვანი ძიება მოიძიოს ყველა შესაძლო აპლიკაციაში, ჩვენი ხმოვანი ძიების შედეგები. ამასაც ვეთანხმებით. აქ შეგიძლიათ თქვენი ხმოვანი ძიებით და თქვენი Google search-ების მიხედვით რაღაც პერსონალური რეზულტატების შემოგთავაზოთ. ეს იქნება მაგალითად რეკომენდაციები, ფოტოები, screensaver-ები და ასე შემდეგ. ანუ ეს უკვე სრულად თქვენზე დამოკიდებული, შეგიძლიათ ჩართოთ, შეგიძლიათ არ ჩართოთ. ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპისთვის. შემდგომ აქ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი, ასე ვთქვათ, სახლის პროფილი, რომელიც დამატებული გაქვთ უკვე Google Home აპლიკაციაში, თუ არა გაქვთ შეგიძლიათ დაამატოთ. ეხლა დავუშვათ რაღაც სხვა მოწყობილობები მაქვს დაკავშირებული Google Home-ის აპლიკაციაში და თავაზობს ავტომატურად ამ ანგარიშზე მიბმო Google Home-ს. ეს არის ჩემი სახლი, რომელსაც აქვს თავისი სახელწოდება. შესაბამისად, თქვენს თუ დაკავშირებული გაქვთ აქ მოგიგდებთ შესაბამისი სახლის დასახელებას, რაც გაქვთ Google Home-ში. თუ არ გაქვთ, შეიძლება დამატება მოგთხოვოთ, ან ახალი შექმნა მოგთხოვოთ, ან შეიძლება გამოგატოვებინოთ კიდევაც. ვირჩევთ ჩემს პროფილს
პროფილს. ეხლა აქ თავაზობს რომელ თაღში მიდგებს დაუშვათ ეს TV box-ი, როგორც streaming device-ი, ასე ვთქვათ. ეს step-ები არის უკვე მეორე ხარისხოვანი და აქ უკვე რას აირჩევთ, მაგას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დაუშვათ ეხლა მაგით ავირჩევ აი ამას მაგალითად და Google Home-ი გადაწყვეტს, რომ თქვენ იმ კონკრეტულ ოთახში გიდგათ ეს თქვენი TV box-ი. და როცა ხმოვანიძიებით ეტყვით, რომ დაუშვათ ამ ოთახში ჩამერთე ეს TV box-ი, ჩართავს ავტომატურად თქვენს TV box დისტანციურად. თუ ეტყვით, რომ გამორთე, ან აუწიე ხმა რაღაცა, შესაბამისად იცის, რომ იმ კონკრეტულ TV box მიმართოს და არა დაუშვათ სხვა box მაგათად თუ გაქვთ დაუშვათ ორი ოთახში სხვა მოწყობილობა, რო განსაზღვროს თუ რომელ მოწყობილობას მიმართავ და რომელი გინდათ რომ მართოთ. აქ შეგიძლიათ მონიშნოთ ის streaming სერვისები, რომელსაც იგივე იყენებთ. სხვა streaming სერვისები, რა თქმა უნდა, Google Play Store-დან შეგიძლიათ დაამატოთ. მაგალითად, ახლა მე ვიყენებ Netflix, მოვნიშნავ Netflix, შეგიძლიათ მონიშნოთ რომელიმეს თუ იყენებთ, შეგიძლიათ არ მონიშნოთ საერთოდ არც ერთი და პირდაპირ გააგრძელოთ confirm-ი. ეხლა უკვე გთავაზობთ პულტის ღილაკების პარამეტრების გასწორებას, რათა დაუკავშირდეს თქვენს ტელევიზორს და ერთი პულტით იყოს შესაძლებელი როგორც ტელევიზორის გამორთვა, ჩართვა, ასევე ხმის აწევა და დაწევა იყოს ერთი პულტით, ასე ვთქვათ. რაც არის ძალიან კომფორტული და ძალიან კარგი ფუნქციონალი. იმისათვის რომ არ გამოიყენოთ ორი პულტი და ერთი პულტით გვარდებოდეს ნებისმიერი კონტროლის მექანიზმი. ამისათვის ვაჭერთ setup remotes. ეხლა აქ ვთავაზობთ თუ რა გაქვთ თქვენ დაკავშირებული. თუ გაქვთ soundbar-ი დაკავშირებული, აირჩევთ soundbar-ს, თუ AV receiver-ი გაქვთ, აირჩევთ AV receiver-ს. ჩვეულებრივ შემთხვევაში, როცა პირდაპირ ტელევიზორზე აკავშირებთ ან თქვენ TV box, ამ შემთხვევაში ვირჩევთ ტელევიზორს. შემდგომ უკვე აქ ვირჩევთ ბრენდს, თუ რომელი ბრენდის ტელევიზორი გვაქვს. ტელევიზორი მაქვს მაგალითად TCL-ი. თქვენ მოისმენთ ხმოვან მელოდიას და შესაბამისად გამოგიჩნდებათ მაჩვენებელი პლუს მინუსის, რაც იმას გულისხმობს, რომ დააწვეთ თქვენს ღილაკზე პლუსთან პლუს ან მინუს და ხმის აწევა დაწევა უნდა დაარეგულიროთ ამ TV box-ის პულტით. სანამ არ დარეგულირდება ამ TV box-ის პულტით თქვენი ტელევიზორის ხმა, მანამდე უნდა გააგრძელოთ ეს, ასე ვთქვათ, დაპროგრამება თქვენი პულტის. ვაჭერთ next და გამოდის ასეთი მაჩვენებელი, აი პულტზე მიგვითითებს, რომ დავაწვეთ პლუს და მინუს. ამას ახლა ვაკეთებთ ეტაპობრივად, ანუ ვაწვევით ხან პლუს, ხან მინუს, ხან პლუს, ხან მინუს, ანუ ერთი დაჭერით შეიძლება არ დაპროგრამირდეს ასე უცებ. თუ თქვენ ტელევიზორს ხმა ეწიან და ეწია, მოკლედ, ესე იგი თქვენი პულტი დაპროგრამირებულია და აწვევით yes, ხოლო თუ არ მუშაობს, აწვევით no-ს და ხელახლა დაიწყეთ პროგრამირებას. ანუ ჯერ ცდის დავუშვით ერთ პროფილს ამ პროგრამირების, თუ არ გამოვიდა, მე ცდის უკვე მეორე პროფილს ამ პროგრამირების და ასე შემდეგ. ანუ რამოდენიმე ცდის შესაძლებლობა გექნება და რომელიღაცა შესაძლებლობით აუცილებლად დაპროგრამირდება თქვენი პულტის ღილაკები თქვენი ტელევიზორის ღილაკებთან. და აუცილებლად შეძლებთ, რომ TV box-ის ღილაკებით დაუწიოთ ხმა და დაუწიოთ თქვენს ტელევიზორს. როცა დაასრულებთ, ანუ როცა მუშაობს და გაიმართება, ასე ვთქვათ, და თქვენი TV box-ის პულტით შეგიძლიათ ხმის აწევა და დაწევა, ვაწვევით yes. ეხლა უკვე შემდგომი ეტაპი არის TV box-ის პულტით თქვენი ტელევიზორის ჩართვა და გამორთვის კონტროლი. ამისათვის ვაწვევით next. ეხლა ნახეთ როგორი ინსტრუქცია გვაქვს. ესე იგი, ჯერ ვაწვევით თქვენი TV box-ის პულტზე, ვაწვევით ჩართვა-გამორთვის ღილაკს, ველოდებით 8 წამი და შემდგომ ისევ ვაწვევით ამ ჩართვა-გამორთვის ღილაკს. ანუ ტელევიზორი უნდა გაითიშოს, უნდა დაელოდოთ 8 წამი და ისევ დააწვევით ამ ჩართვა-გამორთვის ღილაკს და ტელევიზორი უნდა ჩაირთოს. როგორც კი მოიქცევით ასე, ვაწვევით გამორთვის ღილაკს, გამოირთო ტელევიზორი, გავიდა დაუშვით 8 წამი, ვაწვევით ისევ ჩართვის ღილაკს და ჩაირთო როგორც ტელევიზორი, ასევე ჩვენი TV box-ი. როცა ამუშავდება თქვენი ტელევიზორი, უკვე საფინალო ეტაპებს გაივლის თქვენი TV box-ი და საბოლოოდ თქვენ გადახოთ ასეთ გვერდზე, სადაც უბრალოდ გადაინაცვლებთ Go to Google TV-ზე და სისტემის ჩატვირთვის შემდგომ გადახვალთ პირდაპირ Google TV სისტემაზე. სისტემა ჩაიტვირთა, აქ გამოგიჩნდებათ ის საწყისი სისტემური აპლიკაციები, რაც თქვენს TV box მოყვება, სისტემურად ასე ვთქვათ. შეგიძლიათ ამ აპლიკაციების წაშლა და დამატება, გააჩინეთ თქვენი TV box-ის მოდელს. ზოგ მოდელზე რაღაც გარკვეული აპლიკაციები არ იშლება, ამიტომ შეგიძლიათ მისი უბრალოდ გათიშვა, ან უბრალოდ ყურადღება შეგიძლიათ არ მიაქციოთ. სისტემის ჩატვირთვის შემდგომ თქვენს TV box უნდა ადროოთ რამდენიმე წუთი, რამდენიმე წუთის გასვლის შემდგომ შეგიძლიათ შეხვიდეთ Quick Setting-ში, გახსნათ All Setting-ი, გაფართოებულ პარამეტრებში. უნდა შეხვიდეთ System პარამეტრში, შეხვიდეთ About
და შეამოწმოთ სისტემის აპდეიტი. ანუ შეიძლება თქვენს TV Box რაღაც აპდეიტი ქონდეს მოსული და ის საწყის ეტაპზე თავდაპირველად ეგრევე არ ჩატვირთოს და ამისათვის აუცილებლად უნდა შეამოწმოთ თქვენი აპდეიტები, თუ რაიმე აპდეიტი გაქვთ მოსული აუცილებლად უნდა დააპდეიტოთ. წინასწარ შემთხვევაში შეიძლება თქვენ TV Box-ზე შეიმჩნეოდეს სხვა ბაგები ან რაღაც გაჭედვები, ან შიგადაშიგ რაღაცა ჩავარდნები ქონდეს. ამისათვის აუცილებელია რომ შეამოწმოთ აქვს თუ არა Box საბოლოო სისტემური განახლება მიღებული. ამისათვის შევდივართ Quick Settings-ში, შემდგომ შევდივართ ყველა პარამეტრებში, All Settings, ჩამოდივართ ქვევით და ვირჩევთ System Parameters, შემდგომ About, System Update და ველოდებით რამოდენიმე წამი. კიდევ რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ დაჩეკოთ, ანუ შეამოწმოთ update-ზე. ვაჭერთ აი ლურჯად Check for Update. შეგიძლიათ ერთჯერ ან ორჯერ რამოდენიმეჯერად შეამოწმოთ, ნამდვილად არწმუნდეთ, რომ თქვენი სისტემა საბოლოოდ განახლებულია და არის ბოლო ვერსია. ეხლა პირველ რიგში რასაც ამოწმებთ, ეს არის Google-ის ოფიციალური განახლებები, რისთვისაც აუცილებლად ხსნით Play Markets, ვიძახებთ ხმოვანი ძიების მეშვეობით, Open Google Play Store, გაიხსნება სტანდარტული Google TV-ის Play Store. შევდივართ ჩვენს account-ში, შევდივართ Manage App and Games, შევდივართ Update-ში, ხედავთ რომ 9 აპლიკაცია არის pending რეჟიმზე, ანუ ელოდება განახლებას. აი ეს არის დაუშვეთ კლავიატურა, Google Play Games, TV setup-ი, აი პულტის პარამეტრები, Android სისტემის პარამეტრები. ამისათვის ვაჭერთ Update Alls და ველოდებით, სანამ ყველა აპლიკაცია არ განახლდება. როგორც ხედავთ, ყველა აპლიკაცია განახლდა. კიდევ ერთხელ ვაწვევით Check for Updates. შეამოწმოთ, რომ ნამდვილად ყველა აპლიკაცია განახლებულია. კი ბატონო, აგერ ყველა აპლიკაცია განახლდა. ამის შემდგომ, როცა ეს ყველა აპლიკაცია განახლდება, სასურველი არის ერთჯერადად დაარესტატოთ თქვენი TV Box-ი. შევდივართ ყველა პარამეტრებში, ვირჩევთ System Parameters და ჩავდივართ ბოლოში, ვაჭერთ Restarts და Restart Now. TV Box დარესტარტა, აპლიკაციები განახლებულია, სისტემა განახლებულია და TV Box კომისად არის გამოსაყენებლად. შეგიძლიათ ასევე თქვენი სურვილისამებრ დააყენოთ თქვენი სასურველი აპლიკაციები და გამოიყენოთ პირდაპირ. ახლა კი განახებთ მეორე მეთოდს, თუ როგორ შეგიძლიათ ტელეფონის გარეშე გავაგრძელოთ ინსტალაცია, დავბრუნდეთ ისევ წინა ეტაპზე. იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს ტელეფონი და შეგვიძლია ამ QR კოდით მარტივად დავასკანიროთ, შეგვიძლია ჩვეულებრივად პულტის მეშვეობით ხელით გავაგრძელოთ ინსტალაციის შემდეგი ეტაპები. ამისათვის ვაწვევით Manual Setups. აქ შეტყობინება გამოდის, რომ მეტი დრო ჭირდება QR კოდის დასკანირებასთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი თქვენი Google-ის account-ის დაკავშირება, Wi-Fi-ის დაკავშირება უფრო მარტივია თქვენი ტელეფონის მეშვეობით. თუმცა ამ ეტაპსაც გაჩვენებთ, თუ როგორ ხდება ამ ეტაპების გავლა. ვაწვევით Manual Setups. აქ აირჩევთ თქვენთვის სასურველ Wi-Fi-ის, თუ რომელ Wi-Fi-ზე გინდათ დაუკავშიროთ თქვენი TV Box-ი, შეყვავთ ჩვენი Wi-Fi-ის პაროლი. Wi-Fi-ის დაუკავშირდა. აქ შეყვავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი ან ელპოსტა, რის მეშვეობითაც უკავშირდებით ჩვენს Google account-ს. შევიყვანეთ ჩვენი ელპოსტა, ვაწვევით პროცესის გაგრძელებას, შეყვავთ ჩვენი პაროლი. პაროლის შეყვანის შემდგომ ვაგრძელებთ პროცესს, ველოდებით მონაცემების დამუშავებას, დავუკავშირდე ჩვენს Google-ის account-ს, ვაჭერთ Accept. აქ დანარჩენი ეტაპები ჩვეულებრივად ზუსტად იგივეა, რაც უკვე გავიარეთ. ტელეფონით როცა დავუკავშირეთ, ახლა უკვე უბრალოდ დაჩქარებული ტემპით ნახავთ ვიდეოს. აქაც ამ ფუნქციონალს გავუთიშავთ. ლოკაციას თქვენს გემოზე ან ჩართავთ, ან გამორთავთ, ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული. მე დავტოვებ ჩართულს, ვაწვევით Accept. ვაწვევით უბრალოდ No Thanks, ვაწვევით Allows. აქ ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ოთახს, თუ რომ ოთახში შეგვიძლია დავდგათ, დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დავირჩევთ Living Room. აქ ვირჩევთ თქვენთვის სასურველ streaming სერვისებს, თუ სარგებლობთ რომელიმეთი მონიშნავთ და შემდგომ დააჭერთ Confirms. შემდგომ ეტაპზე თავაზობს ჩვენი პულტის დაკავშირებას თქვენს ტელევიზორთან. პულტის ხელაკის დაპროგრამების შემდგომ სისტემა ჩაიტვირთება, აქ შეიძლება დრო დაჭირდეს, ან შეიძლება უცებად ჩაიტვირთოს. დამატებით საბოლოო ეტაპებს გაივლის, რომ დაასრულოს ეს ინსტალაციის ეტაპები. გადადიხართ პირდაპირ Go to Google TV, აწვევით ამ ხელაკს და სისტემა ჩაირთვება ავტომატურად. აქაც ზუსტად იგივე ეტაპებია გასავლელი. პირველ რიგში აუცილებლად ვამოწმებთ, ხო არა აქვს TV Box რაიმე სისტემური განახლება. ამისათვის შევდივართ ყველა პარამეტრებში, System Parametrში, About-ი და System Update.
update. აქ შეგვიძლია შევამოწმოთ რამოდენიმეჯერ, რომ სისტემა იყენებს განახლების ბოლო ვერსიას. სისტემური განახლების შემოწმების შემდგომ ამოწმებთ აუცილებლად აპლიკაციების განახლებასაც Google Play Store-ში და განახლების შემდგომ ერთხელ დაარესტარტებთ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის და TV Box-ი უკვე ჩატვირთვის შემდგომ სადაა გამოსაყენებლად. მოკლედ სულ ეს იყო. თუ ეს ინსტრუქცია საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. არ დაგავიწყეთ სარისხი ლაკის გააქტიურებაც, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი არანაკლებ საინტერესო ვიდეოები GEO TV Box-ზე. ასევე თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ან რაღაც კონკრეტული დეტალები გაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში და თითოეულ მათგანს აუცილებლად უპასუხებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.